აი ეს ადამიანი ძალიან ფიზიკური, ძალიან მატერიალური, ძალიან ცხოველური მოწოდებულია, რომ წავიდეს თავისი სულიერი ქმნადობისკენ. მოწოდებულია რომ იმუშაოს საკუთარი პოტენციური ენერგიების გარდაქმნაზე, მათფერი ცვალებაზე, რათა აუყვეს ჭიპლარს. ამ თვალთახედვიდან ქვემოდან ეს ჭიპლარი შეიძლება დავინახოთ როგორც კიბე, რომელსაც უნდა აუყვეს, რათა სრულად განსულიერდეს, გახდეს სრულქმნილი კაცი. ეს ნამდვილად განხორციელებადია. ამის მაგალითია სერაფიმე საროველი, რომელიც სიცოცხლეშივე გასხივოსდა. სხვა ადამიანებიც არიან, რომლებმაც ამას მიაღწიეს, თუმცა მათზე ნაკლებ საუბრობენ. კიდევ გავიმეორებ, არ არსებობს წყვეტა მატერიასა და სულს შორის. უფრო შორსაც წავალ და ვიტყვი რაღაცას, რაც ცოტა აღმაშფოთებელი იქნება, მაგრამ არ აუშავს, მაინც ვიტყვი, ვიზრე ადამიანი რჩება მხოლოდ ცხოველურ მდგომარეობაში, საკუთარი ღვთაებრივი ბუნების განვითარების სანაცვლოდ, იგი მთელ ძალებს გიჟურ აზროვნებაში დებს. და სხვადასხვა სკოლის გავლით ისეთ დონეზე განივითარებს სააზროვნო უნარებს, რომ ჩასწვდება მატერიის საიდუმლოს. მატერიის გულში იპოვის ერთს, მაგრამ ამას მიაღწევს შინაგანი გარდაქმნების გარეშე, ამის შედეგი კი ატომური ბომბია. და ახლა ვიტყვი იმას, რამაც შეიძლება არ გაშფოთოთ, მაგრამ არ აუშავს, მაინც ვიტყვი, დღეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი ატომურ ბომბსა და ადამიანის გასხივოსნებას შორის. სიღრმისეულად ერთი და იგივეა ენერგია. არ შეგხვდით?